ფიზიკის საუკეთესო ექსპერიმენტების რიცხვშია შესული ფუკოს ცდა. ფუკომ აიღო საკმაოდ გრძელი ქანქარა და მოიყვანა რხევით მოძრაობაში. ქანქარას რხევის სიბრტყე, თავისუფლად მერხევი ქანქარას რხევის სიბრტყე ვერ ინარჩუნებს მდებარეობას დედამიწის ზედაპირის მიმართ. ფუკომ ეს ექსპერიმენტულად აღმოაჩინა. მასალე ქანქარას თავისუფლად მერხევი ქანქარას რხევის სიბრტყე დედამიწის ზედაპირის მიმართ ვერ ინარჩუნებს თავის მდებარეობას. არამედ ის ნელ-ნელა შემოbrunდება დედამიწის ბრუნვის საპირისპირო მიმართულებით. ესე იგი დედამიწის ბრუნვის საპირისპირო მიმართულებით შემოbrunდება თავისუფლად მერხევი ქანქარას ბრუნვის სიბრტყე. რადგან ეს მოვლენა ძალიან ნელა მიმდინარეობს, სასკოლო პირობებში ექსპერიმენტით ამის ჩატარება ძნელია. ჩვენ გამოვიყენებთ ბრუნავ დისკოს იმისათვის, რომ წარმოვადგინოთ ფუკოს ცდის მოდელი. ამისათვის გამოვიყენებთ ბრუნავ დისკოს და ბრუნავ დისკოზე კიდევთან დავამაგრებთ ორ ღეროს და ამ ღეროებზე დავამაგრებთ ლითონის რკალს. აი ასე, როგორც ახლა მე დავამაგრე ლითონის რკალი. რკალის ზედა წერტილში დამაგრებული არის ქანქარა და ისე დავამაგროთ, რომ ქანქარას ძაფი ემთხვეოდეს ბრუნავ დისკოს ბრუნვის ღერძს. დაახლოებით ისე, როგორც ახლა მე დავამაგრე. შემდეგ გადავხაროთ ქანქარა წონასწორობის მდებარეობიდან ერთ-ერთი ღეროს კიდემდე და გავათავისუფლოთ. ქანქარა მოდის რხევით მოძრაობაში. თავისუფლად რხევით მოძრაობაში. ამ დროს შემოვაბრუნოთ ჩვენი ბრუნავი დისკო ნელ-ნელა და ჩვენ დავინახავთ, რომ ქანქარას რხევის სიბრტყე დისკოს მიმართ ვერ ინარჩუნებს თავის მდებარეობას. სხვანაირად შეიძლება ვიმჟელოთ. ქანქარას რხევის სიბრტყე ფაქტიურად ინარჩუნებს სივრცეში ერთი და იგივე მდებარეობას და მისი ეს სიბრტყე დედამიწის ზედაპირის მიმართ, რა თქმა უნდა, არ არის შენარჩუნებული. ახლა თუ ჩვენ დავაკვირდებით კარგად, მაშინ ბრუნვის მიმართულება არის, როგორც ჩვენ ახლა ვხედავთ, საათის სიზრის მოძრაობის მიმართულებით და ქანქარას რხევის სიბრტყე კი აი ამ ღეროს მიმართ კი საპირისპირო მიმართულებით გადაიხრება. ამას კარგად უნდა დავაკვირდეთ, აბა ერთხელ კიდე დავაკვირდეთ. ქანქარას რხევის სიბრტყე არის ახლა აი ჩემგან მარჯვნიდან მარცხნივ, აი ეს არის ქანქარას რხევის სიბრტყე და ეს რხევის სიბრტყე ქანქარას ბრუნავი დისკოს მიმართ შემოbrunდება, როგორც ხედავთ, ბრუნვის საპირისპირო მიმართულებით. სიბრტყე აქეთ შემოbrunდა ამის მიმართ. აბა ერთხელ კიდე გავიმეოროთ და მაშინ ქანქარას სიბრტყე ჩვენი ბრუნავი დისკოს მიმართ შემოbrunდა ბრუნვის საპირისპირო მიმართულებით. და სწორედ ეს ექსპერიმენტი ამტკიცებს დედამიწის ბრუნვას თავისი ღერძის გარშემო. ფუკოს ცდის შესაბამისი ექსპერიმენტი და ქანქარა იყო დამაგრებული პეტერბურგის ისააკის ტაძრის გუმბათზე, შიგნით რა თქმა უნდა, და აი აქ აკვირდებოდნენ სწორედ ქანქარას რხევის დროს მისი სიბრტყის შემოbrunებას ტაძრის კედლების მიმართ. ამჟამად ეს ქანქარა რა თქმა უნდა იქ აღარ არსებობს, რადგან ტაძარი უკვე არის მოქმედი და ეს მოქმედი ტაძარი რა თქმა უნდა აღარ გამოიყენება იმისათვის, რომ ჩატარებული იქნას ფუკოს ცდის შესაბამისი ექსპერიმენტი. ჩვენ ახლა მარტივი მოდელით დავასაბუთეთ ის, რომ დედამიწა
ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო, რა თქმა უნდა, ფუკოს ცდის ანალოგიური მარტივი ექსპერიმენტი ჩავატარეთ.